კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში. თავისი მეუღლის მსახიობ ოთარ მეღვინე თუხუცესის გვერდით დაკრძალეს. მანამდე კი მსახიობი სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები, კინოსა და თეატრის მსახიობები. ახალგაზრდობიდან ვიცნობდი გურანდას. არაჩვეული ადამიანი იყო, ძალიან მეგობრული, სავსე სიყვარულით. მე ხომ ისეთი მსახიობი იყო, რომ ხალხს უყვარდა, ყველას უყვარდა, როგორც ადამიანი, ისე ის არის და მე რაც თავარია, უდიდესი სიყვარული ჰქონდა თავისი მეუღლის ოთარის. და ეს ჩემთვის არის როგორც რომეო და ჯულიეტა. იმდენად ერთმანეთის უყვარდათ და აი დღეს ისეთი სევდიანი დღე არის, რომ გურანდა მიდის იმ ადამიანთან, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრებაში. საოცარი შემართული ქალბატონი ბრძანდებოდა, მოგეხსენებათ, ეხლა მიდის ის თაობა, რომელმაც საოცარი კვალი დატოვა ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში და აი ამ თაობის ღირსეული წარმომადგენელი ქალბატონი ბრძანდებოდა, ქალბატონი გურანდა. შემართული ყოველთვის მზა, შესანიშნავი ოჯახის დედა, თეატრის სული და გული და ну არ ვიცი რა იმდენი სიკეთის თქმა შეიძლება რომ ძალიან ბევრისა. ეს იყო სიკეთით სავსე ქალი, კოლორიტული, ძალზე კოლორიტული ფიგურა, ესეც და მისი მეუღლეც. ადამიანის და ახალგაზრდების ლოცვის მეც არაფერს არ აკეთებდა. მეტი რა ვთქვა. წავიდა ის თაობა, რამდენიმე ადამიანი დარჩა, რომლებსაც უნდა მივხედოთ მაქსიმალურად, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ მათ მოიტანეს კულტურა, მათ მოიტანეს სიკეთე და მათგან ჩვენს ერს, სიკეთის და სიამოვნების მეტი არაფერი არ ახსოვთ. ჩვენ რამდენიმე როლი გვაქვს ერთად ნათამაშები. თითქმის 93 წლიდან მოვდივართ ერთად და ამწყვიტა ძალიან გული. მის მაწასთან ლამაზი და ჩინებული პარტნიორი დამაკლდა მე და მარჯანიშვილის თეატრს. სოხუმელი იყო ეს განსაკუთრებული რა თქმა უნდა ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ მასთან ყველა შეხვედრა იწყებოდა ტკივილით, გახსენებით იმისა, რაც მოხდა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ლაპარაკია იმ ქართულ აფხაზურ ურთიერთობაზე, რომელიც აბსოლუტურად უანგაროდ განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით იყო გამჭვარული და სულ ნანობდა იმას, რომ ასეთ სიტუაციაში მოხვდით ქართველები და აფხაზები და ძალიან მწუხა რომ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მას გამთლიანებული და გაერთიანებული აფხაზეთის ნახვა ვერ მოუწია. ქალბატონი გურანდა თვითონ მისი შემოქმედება ისეთივე ეპოქალური იყო, როგორი ეპოქალურიც იყო მთლიანად მისი ოჯახი. ბატონი ოთარი, ქალბატონი გურანდა, ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ალბათ წარუშლელი კვალი დატოვეს ქართულ კინოსა და ქართულ თეატრში. მე მქონდა ბედნიერება მათთან მეგობრობის, არ ვაჭარბებ, ძალიან თბილად და ძალიან ესეთ გულისხმიერად ეკიდებოდნენ ხოლმე ყოველ ჩემს როლს, მაგალითად ძალიან ბევრს ნიშნავდა ქალბატონი გურანდას გამხნევება, როცა რაღაცა ახალს ქმნიდი იქ ბატონი ოთარის და იყო საოცრად თბილი, საოცრად და თან ენერგიული. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აი ასაკში იყო ხო, მაგნაირი ენერგია არც ერთ ახალგაზრდას არ ჰქონდა. მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი, ყოველთვის დავდიოდით ხოლმე სპექტაკლებზე და აი აქ მოვდიოდით ხოლმე და არ ქონდა ხოლმე ბილეთები და ვიპარებოდით ხოლმე ამ სპექტაკლებზე და ერთხელ ძალიან შემთხვევით აქ შემოგხვდა და იცოდა რომ რაღაც თვითონ არ თამაშობდა ამ სპექტაკლში და თამაშობდა, ანუ როგორც მსახიობი, უბრალოდ თეატრში იყო ალბათ მოსული და
მოკლედ გითხრა რომ ბავშვებო თქვენ ალბათ ბილეთები არ გაქვთ სტუდენტები იქნებით და მოდი დაგეხმარებითო რომ შეხვიდეთო თეატრშიო და არასდროს არ დამოიწყდება რომ ესეთი რაღაცნაირად ყურადღება გამოხატა ჩვენს მიმართ. ყოველთვის დავდიოდი მის სპექტაკლზე და ალბათ რა ვიცი მისაბაძი მსახიობი არის და ძალიან პატივს ვცემდი და მთელი საქართველოს ალბათ მას პატივს ვცემ. ჩემი ბავშვობა თეატრის სიყვარული ალბათ გაჩნდა იმ სპექტაკლებიდან, სადაც ქალბატონი გურანდა მონაწილეობდა. ბევრ სპექტაკლში იყო მამაჩემის პარტნიორი. მე 3-4 წლიდან უკვე მახსოვს, როდესაც ის რუსთავის თეატრში მუშაობდა და მე რა ვიცი, მეც გამიმართლა და როცა მოვედი მარჯანიშვილის თეატრში, რამდენიმე სპექტაკლში მისი უშუალო პარტნიორი ვიყავი და არჩეული პარტნიორი იყო, არჩეული ადამიანი და რა ვიცი, სამწუხაროა, მას იმდენი ენერგია ჰქონდა, კიდევ ალბათ ბევრი როლის თამაში შეეძლო და სამწუხაროა, რომ ესე წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქალბატონი გურანდა. იყო შემოქმედი, იყო არტისტი იყო გურანდა. მთელი მისი არსით. საოცარი ენერგიის პატრონი. ეს ის ენერგია, რომელიც მე აღარ მეორდება თაობებში, მათ ეს განსაკუთრებულად ჰქონდათ. საქართველოს ისტორია ქალბატონი გურანდა ყველა ზანგული დაგწყვიტა და რა ვიცი ერთ ისტორიას გავიხსენებ რამოდენიმე წლის უკან ჩემს სოლო კონცერტზე დარბაზში დავინახე შემთხვევით და რა თქმა უნდა გამოვაცხადე რომ დარბაზში ის ქალბატონი გურანდა და მას უძღვნი მეთქი ამ სიმღერას გაგიჟდა სიხარული ისეთ იყო ემოციური ქალი იყო და რა თქმა უნდა ნუ ყველას გული დაგწყვიტა სეკვავდა ჩვენ ასებში სუხიშვილთან დიდი ხანი არა, მაგრამ ისეთი კვალი დატოვა. უნიჭიერესი ქალბატონი იყო, როგორც თეატრში, ასევე აი ჩვენს აკადემიურ ანსამბლში იყო სოლისტი, იყო ესეთი ენერგიული ქალბატონი იშვიათად თუ შეხვდებოდი. როგორი სიყვარული შეეძლო, როგორი მეგობრობა შეეძლო, როგორი ადამიანი იყო, მე მინდა იცი ძალიან გული დაწყვიტა თელ საქართველოს, დაგწყვიტა გული ჩვენ და მე მინდა რომ ნათელში იყოს მისი სული. მოცეკვავე იყო. და მე თუ რაც არის ხო იცით მე დიდი ხელოვანი გახდა მიუთუმეტეს ამ ხელა პიროვნების მეუღლე გახლავდი და ძალიან ასანანია რომ ესეთი ადრე წავიდა მაინც. ქალბატონი გურანდა იმ მსახიობთა რიგს ეკუთვნის, ვინაც მარჯანიშვილის თეატრში თავის ფურცელი გადაშალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენთვის და ის იყო თანამერცხედი ოთარ მეღვინეთუხუცესის. ეს არაფერს არ ნიშნავს ვიღაცისთვის. მე მგონი ეს დიდი ამბავია, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა გვერდი ის ადამიანი, რომელსაც სიყვარული და ნიჭი ახლავს თან. კარგად მახსენდება ყოველი შეხვედრა გურანდა გაბუნიასთან. იქნებოდა ეს მის სახლში. სპექტაკლის შემდეგ თუ იქნებოდა ეს ტელევიზიაში გადაცემამდე და გადაცემის შემდეგ გურანდა გაბუნია იმდენად საინტერესო პიროვნება იყო, რომ გული აი როგორ გითხრათ, აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახლო გულშემატკივარივით დამწყდა, ანუ როგორც ალბათ ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ჩვენ სულ კონტაქტი ჰქონდა, მირეკავდა, მეც ურეკავდი, მოვიკითხავდი. იცით რა იყო ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი, რაც მას ესე ბოლო თვეებში უხაროდა. როდესაც მე შევადარე ბეტ დევის ამერიკელ მსახიობს მე როლებით არ ვადარებ მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ როგორც შოუმენ ქალბატონზე რომელიც წლების განმავლობაში თოქ-შოუებში დადიოდა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამბობდა იმას რასაც ის ფიქრობდა მთელი ისეთი საინტერესო სამსახიობო ფორმით როგორც მას ჰქონდა მოყოლისას ის დებდა საოცარ რეიტინგებს. ამას ბევრი კრიტიკოსი ყავდა, მინდა გითხრა, მაგრამ ბეტ დევისიც ესე იყო ამერიკაში, როდესაც უკვე ასაკში იყო და არავინ აღარ იღებდა ფილმებს დადიოდა გადაცემებში. ბეტ დევისმა მოახდინა საოცარი, ასე ვთქვათ, ამერიკული შოუებისთვის რეიტინგის შექმნა. და იგივე არის დღეს გურანდა გაბუნიას მიერ დატოვებული თითოეული გადაცემა და ამიტომ მე ამაყივარ ჩემი რესპონდენტი. კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან დავკარგეთ. კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში. ნამდვილად გულდასაწყეთია მინდა მიუსამძიმრო
ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. ძალიან უთანაგრძნობს საქართველოს, რომ შესანიშნავი მსახიობი წავიდა ჩვენგან. მე ასე მგონია, რომ ძალიან დიდი დიაპაზონის მსახიობი იყო და ყველგან შეიძლებოდა ამ შესანიშნავი ნიჭიერების გამოყენება. მე რა თქმა უნდა, ყველასთან ერთად გული მწყდება და არა მარტო თეატრს, არამედ სრულიად საქართველოს ერთხელ მახსოვს, რომ პრემიერაზე ვიყავით და იქაც არის სვენებდა რა ჩვენთან და ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერა იყო და სულ ხელზე მჩმიტავდა ესე მომისმინე და მე ვთქვი სპექტაკლს დაუყურო ქალბატონო გურანდა და მე ისეთი გულის დაწყვეტა მაქვს ამ მისი გარდაცვალებით და მისი განშორებით ამ საყვარელ თეატრთან რომ ვერ დაგიმალავთ ამას. მე მეგობრობდი ქალბატონ გურანდასთან, მქონდა ეს პატივი, ბოლოს ერთად დავესწარეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინაugurაციას ქალაქ თელავში, გადავიღეთ ბოლო ერთობლივი სურათი. ასე რომ ქალბატონ გურანდა მე ძალიან მიყვარდა, მის დაკარგვით ქართულმა კულტურამ დაკარგა ძალიან ძლიერი მოღვაწე. ძალიან აქტიური ადამიანი იყო. სახიობიც აი გამოკვეთილად სახასიათო მსახიობი კომედიური როლები შეეძლო, ბრწყინვალედ შეესრულებინა, მაგრამ ეხლა როგორც სახიობზე ნება მომეცით ნაკლები ვთქვა, მე მინდა მათ სიყვარულზე გითხრათ ორი სიტყვა რა, ოთარის და გურანდას სიყვარულზე, ეს მართლაც შეუდარებელი იყო. ეს წვილი აი განუყოფელი იყო, ერთ სულ და ერთ ხორცს იცხოვრეს მათ და ეს 6 წელი რაც 5 წელი რაც გურანდა მოთარის გარეშე გაატარა, ეს იყო მისთვის ტანჯვა და წვალები. ეხლა ერთად არიან ეგენი და დამშვიდებიან. გავიხსენებდი როგორც რაღაცა ერთ დიდ რაღაცა ფეიერვერკს, რომელმაც რაღაც გასაოცარი საბეჭდილება მოახდინა პატარაობისას, როცა მე მოვდიოდი ამ თეატრში და მე მეზობლებიც ვიყავით და იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. გურანდა იყო რაღაცა ერთი დიდი ცეცხლი, რომელიც იწოდა თეატრისთვის და ოთარისთვის. სხვა თავარი ამოცანა მას არ ქონია. ამიტომ რაღაცა ოთარი რო წავიდა, მე დაიწყო სიცოცხლობანას თამაში და ინერციით ემზადებოდა იმ დღისთვის, როცა ოთარს უნდა შეხვედროდა და ალბათ აი დადგა ეს დღე, როცა იქ უკვე მარადისობაში გააგრძელებენ ისინი ერთად თითით ჩაკიდებული სიარულს. გურანდა როცა სპექტაკლს ამთავრებდა, ღამე ეშინოდა ხოლმე სიარულის, ოთარი მოაკითხავდა, ესე იდგა, ესე ელოდებოდა ხოლმე. მერე თითზე ჩაკიდებდნენ და მიდიოდნენ ჩვენს უბანში პლეხანოვზე და რაღაცა განსაკუთრებული სითბო ჰქონდა, განსაკუთრებული სიფიცხეც ჰქონდა, ჭხუბიც რაღაცა განსაკუთრებული იწოდა, მაგრამ თუ უყვარდი, ბოლომდე უყვარდი და თუ არა შენ ტერს. თუ გაგაბრაზდებოდა, ამიტომ მე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ მე იშვიათად მინახავს ესეთი პროფესიაში ესე თავდავიწყებით შეყვარებული არტისტი. ჩვენი პირველი მეგობრობა დღემდე რჩება და ალბათ დიდხანს გავიხსენებ კიდე. საოცარი იუმორი ჰქონდა, რაღაც მისებური და რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალება ბატონი ოთარის წასვლამ დააჩქარა ამ ქვეყნიდან და ამაშიც მისი რაღაც საოცარი ხასიათი ხედავ მე, იმიტომ რომ მან ვერ გაძლო ოთარის გარეშე, ის იყო უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო მისთვის და საერთოდ თეატრალური ოჯახი იყო რაღაც რომლის გავსები არ მეორდებიან აი ამას შესახებ. გავიხსენებდი როგორც ძალიან ნიჭიერ, ძალიან თვითნაბად, მსახიობად, ასევე პიროვნებად, იცით, როგორც კი ეს ამბავი გავიგე, პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ თეატრალური და აი ადამიანური პალიტრას კიდევ ერთი რაღაცა თავისებური ფერი მოაკლდა, რომელსაც სახელი არ ქვია. აი ეს რაღაცა განსაკუთრებულობა, ეს მისი პირდაპირობა, მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ეს სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო და მართლა ძალიან დამწყვეტა გული. მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებულად უყვარდი. ხა მარტო მე არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქალბატონ გურანდას ჰქონდა რაღაცა გამორჩევით იცოდა. ალბათ ყველა ესე ვართ, მაგრამ ის უფრო გამოხატავდა ვიღაცის სიყვარულს მეტად, ვიღაცის ნაკლებად. მე მგონია რომ მე განსაკუთრებულად უყვარდი და ჯერ რა თქმა უნდა ძალიან სერტის მომგორელია, რომ ის იყო რაღაც განსაკუთრებული თავისი ნიშა ჰქონდა არა მარტო მარჯანიშვილის თეატრში, ქართულ თეატრალურ სივრცეში და მთელი ეპოქა შექმნა მისმა როლებმა თეატრში თუ კინოში.
და მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით ესეთი დიდი მსახიობი იყო, როგორც ბატონი ოთარი, ის მის სტილში არასდროს არ მოხვედრილა. მას თავისი ადგილი ჰქონდა განსაკუთრებული და საერთოდ ძალიან სეფისმომგვრელია, რომ ეს თაობა, ეს მართლა დიდი თაობა ისე მიდის. ქალბატონი გურანდა გახდათ გამორჩეულად ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელი, როგორც კინო, ასევე თეატრის მსახიობთა საზოგადოების და დაგვტოვა კიდევ ერთმა სახემ, რომელიც ასოცირდებოდა ჩვენი თეატრის სიძლიერესთან და იმ უდიდეს წარმატებებთან, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა ჩვენი საზოგადოება. დღეს არაჩვეულებრივი დამშვიდობების სიტყვები ითქვა და ალბათ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო ბუნებრივია ის უდიდესი სიყვარული, რომელიც აკავშირებდა ქალბატონ გურანდას ბატონ ოთართან და ეს წყვილი დარჩება ნამდვილად ჩვენს მეხსიერებაში. ქალბატონ გურანდა იყო რაღაცა საოცარი ბობოქარი, ოღონდ ბობოქარი ყველაფერში, სიყვარულშიც, თავის საქმესთან ერთგულებაში, ეს იყო რაღაცა საოცარი პიროვნება, მაგრამ მას არ იცნობდნენ მაინც კარგად. თქვენ არ იცით აქ რამდენი ადამიანი დგას, ვინც მას ემადლიერება, უბრალო ადამიანი, რომელიც გაჭირვებაში დაეხმარა, რომელსაც და არაერთჯერადად ოღონდ იცოდეთ, სულ ქონდათ ყველას დარდი. აი ეს თქალი იყო გურანდა და ნუ როგორც მსახიობზე ჩემი სალაპარაკო არ არის, ეს არის აღიარება ხალხის მხრიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტაში დაუკრა, როდესაც ის გამოასვენეს მისი გამომშვიდობებისას და ღმერთთან ათელში ამყოფოს. ეს ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. მთელი ჩვენი ცხოვრება იყო ტრაგიკულიც, მხიარულიც. გურანდა ერთად ითავსებდა ყველაფერს ამას და ბევრი მთელი ცხოვრება მე 7 წლის ვიყავი მამამ რო ფატიმა გადაიღო და რო შემოვიდნენ ოთარი და გურანდა ჩვენ ოჯახში იმის მერე არ ჩემი არსებობა მაგათ გარეშე არ მახსოვს და ჩემთვის არა მარტო ოჯახის წევრები იყვნენ, არამედ მამა ჩემის შემოქმედების ნაწილი იყო ოთარი და გურანდასთან ერთად მე ძალიან მიხარია რომ ესეთი მონოსპექტაკლი გავაკეთე, რომელმაც მოიარა ედინბურგი, მოსკოვი და მასთან მუშაობა იყო ძალიან ადვილი იყო მუშაობის დროს, ძალიან დამყოლი და პირველ რიგში იყო ესეთი ძალიან მხიარული ადამიანი, იუმორით სავსე, უნიკალური იუმორის გრძნობა ჰქონდა, უნიკალური. გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დაუშვი.